შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უთათბო მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარებად დაისახა მისნად. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა მეგობრებო, მაშასე მორიგი გამოძიება და ტრადიციულად გიორგი, ლუკა და ბატონი მიხეილი ვიქნებით თქვენთან ერთად. კარგია რომ კარგად შეესუპერო ტრადიციულად თქვენს ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა დიდი, მოგესალმებით ყველას, ბედნიერი დღე, ყოველივე კარგი მინდა გისურვოთ და დღეს რაზე ვისაუბრებთ ჩემთან? პოლიტიკაზე არა, ფეხბურთზე ვისაუბრებთ, სპორტზე. ბევრი საინტერესო თემა დაგროვდა. და უპირველეს ყოვლისა ეს არის რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრები და მოდი პირდაპირ ვთქვათ მისი ფიასკო. ორი მატჩი ვნახეთ ხო ბატონო მიხეილ? ნუ მოსალოდნელი. ის ერთი მოსალოდნელი რაც იყო ვიცოდით და არა, ეხლა ესაც მოსალოდნელი. ეს მოსალოდნელობაზე. ეჩერა როცა ადამიანს აღზევება, ეს არის კანონი კოსმიური, ხო? აღმავლობას მოყვება და აღმავლობა, რაღაც შენ ხარ მერწყული, ხო? გადასარევი პერიოდი გექნება შენ 21 იანვრიდან 21 თებერვალამდე. მაგრამ მოგორე 21 თებერვლის მერე გაქვს აღმავლობა 1 თვე. ანუ იქ უკვე ისე არ გამოგდის როგორც წინა თვეს. ეს მომენტი აქაც იყო გამარჯვებები, ეიფორია, წარმატებები, ეს ნებისმიერ გუნდში ხდება ესე, ხო? და მერე 58 წლის ბრაზილია გადარია შვეიცარიაში ყველა სოფლიოში, მერე გონდა ჩავარდნა, ხო? ნუ ცოტა გვითხრა ბატონო მამიშა, რომ ნოემბერში გაითვალისწინეთ ალფრიკა. ხო, ნუ ახლა ასე რომ არა უშავს. მე იმედი მაქვს, რომ ახლა დაძლებიან იფიქრებენ რა შეიძლება როგორ წნელები ტაქტიკურად ყველანაირად შაქარით დასწრებიან. გაუმჯობესდება ნაუნანა სიტუაცია. ბატონო ხო მსნელებს რაც შეეხება როგორც ვიცით სანიოლი რჩება. არა პირას არა გამოსავალს. ხო თქვენიანს მაინტერესებს მართლასაზრისით გასაგებია რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივარი ბრძანდებით და უშუალოდ სანიოლზე მინდა კითხოთ რამდენად სწორად მიიჩნევთ რომ ტოვებენ მას საქართველოს ნაკრების მხრიდან. ნუ იცი რა ამ ეტაპზე ახლა ასე უცებ, იმიტომ რომ ასეა თუ ისე გამარჯვება მოგვიტანა ამ კაცმა რაც არ გაუკეთები არც ერთ წვნელს და რამდენი ყავდა დაითვალეთ, ხო? ამ კაცმა რახა რაღაცას მიაღწია, კარგი, ახლა აქ ჩავარდნა, ხო? ახლა ამ ჩავარდნაზე შეიძლება ერთხელ დაუშვათ ყველას გვაქვს ჩავარდნა, თვალი დავხუჭოთ, მივცეთ კიდე ერთი შანსი და თუ ახლა კიდე ჩავარდნა და გაუჯანჯდა, მე უკვე სერიოზულად, მაგრამ ახლა დაუშვათ. სანოლი გაუშვით, ვინ მოყავს? ხო, ეგ მარტივი. ახალგაზრდულმა უკეთესად ითამაშა თუ რა, რომ ვთქვათ რომ დავუშვათ ახალგაზრდულიდან მოიყვათ თურქნაელს, ხო? რამოს არაფერი საწინააღმდეგო არა, მაგრამ ახალგაზრდულმა რა ითამაშა? ხო? ამიტომ კადრი თუ ყავთ, მაშინ მითხარი და იმაზე ვიმჯეროთ. ხო, ალბათ ისე უცხოელზე შეჩერდება არჩევანი თუ სანიოლის გათავისუფლება გააწყვიტეს. ეხლა ეს უცხოელი სანამ მოვა, სანამ გაერკვევა, ვინ არის, რა ხდება, მე ქართული მენტალიტეტი ხო არ დაგავიცლათ. ზაზაჯანშია გახსოვთ? გახსოვთ ხო, ბოსკაპმა რო გამოიძახ. მანქანიდან გზა იმერეთში, სამეგრელოში კეიფები 5 კილო რო ხო ეთყობოდა რა? და მაშინ თქვა კაცმა პირო თქვენი მენტალიტეტის ვერაფერი ვერ გავიგეო, ბოსკაპი გადაილია, ხო? ამ მომენტსაც ეჯახება, ვილი ჩემ კარგებო, ასე რომ ცოტა ხანი მაინც ვაცალობ. ჩემი აზრი ესეთი. ბატონო, ვაცადოთ. მე ისეთი კონტრაქტი აქვს, რომ მაინც მოგვიწევს. ხო, არა, კონტრაქტის გაწყვეტა შეუძლებელია, მაგრამ ნუ ხო, მე მესმის ერთი მხრივ ფედერაციის განსაკუთრებულებას, რომ ჯერჯერობით არ ჩქარობენ სანიოლის გაშვებას. მეორე მხრივ სანიოლის გადმოსახედიდან რომ შეხედო, ხა ფეხბურთის გულშემატკივარი, ქართული გულშემატკივარი რანაირია, ყველამ ვიცით ხო, ხა ჩავარდა და უკვე 90%-ს უნდა რომ სანიოლი გაუშვან. იმიტომ რომ ვეღარ ხედავენ პერსპექტივას რა იქნება ხვალდაზე, იმიტომ რომ ეს სერიოზული ჩავარდნა იყო და გაგრძელდა ეს ცოტა არ იყოს ერთა ლიგიდან პირველი ორი თამაშიდან მოყოლებული. თითქმის ყველაფერს ვაგებთ. მაგრამ მეორე მხრივ სანიოლის გადმოსახედიდან რომ შეხედო ვიღაც საქართველო, რომელსაც მანამდე არანაირი შედეგი არ ქონია, გავიყვანე ევროპის ჩემპიონატზე, მაგარი თამაშები მოვიგე და კი ეს პროცესია ჩავაგდე რამდენიმე თამაში, მაგრამ ხედავს როგორც ჩანს ის კაცი, რომ კიდევ შეიძლება მე არ დაგეთანხმ. ხო, არა მე სანიოლის გადმოსახედიდან როგორ შეიძლება ის უყურებდეს ამ პროცესს, თორე მე ვამბობ, რომ ვერსია, ეს ერთ-ერთი ვერსია. ხარო, დეტალებში შევიდეთ, ხო, რაღაც არის რამდენიმე წუთი ახლა მაგ სალაპარაკოთ, მაგალითად, ვიცით რომ პრობლემა
არის ცენტრალური მცველის, ხო? მარტო ცენტრალური სიტყვაზე ხო ავიღოთ ეს სადაც ძალიან უხეში შეცდომები დაუშვით, ხო? ახალი თაობა უნდა მოვიდესო. ახალი თაობა უნდა ნელ-ნელა შეაპარო ამ ძირითად შემადგენლობას. სად თუ არა არაფრის მომცემ მატჩი ჯგუფურ ეტაპის ბოლოს შეხვედრაში, სადაც არაფერი აღარ წყდება. ისედაც ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაინც აგებ. აბა სად უნდა წადომაში, სად უნდა მოცადო, სად უნდა მისცე შანსი ამ ახალგაზრდა თაობას. აი, ეს არის ჩემი პრობლემა სანიოლთან მიმართებაში. ერთადერთი აი ეს, რომ უნდა მეც ასპარეზი რა, მოსინჯე ეს ხალხი. გამოიძახა დებიუტანტი ყავდა ნარიმანიძე, ერთი ბიჭი, რომელიც ესპანეთთანაც იყო, მცველია. არც ერთ თამაში არ ათამაშა. ესპანეთის თამაშის მერე სპეციალურად ბულგარეთთან თამაშისთვის გამოიძახა ბერიაშვილი კიდევ ერთი ცენტრალური მცველი და ისიც არ ათამაშა. ვერ ხვდები. და ნუ იდგა ისე ურამკაშია, რომელიც კი დამსახურებული კაპიტანია ჩვენი და მადლობა ძალიან დიდი, მაგრამ გურამიც ალბათ თავად ძალიან კარგად ხვდება, რომ შეუძლებელია ფეხბურთი მთელი ცხოვრება ითამაშო, ხო? ეხლა მალდინიც ითამაშებდა და ნესტაც თვე, მაგრამ ოდესღაც ყველა მიდის, ხო? ეხლა დროა ალბათ, რომ გურამიც ნაკრებიდან დამსახურებული ტაში დაუკრათ, გაცილების თამაში იქნება თუ რა იქნება, წავიდეს. იმიტომ რომ უბრალოდ აღარ გამოდის რაღაც ისე როგორც გამოდიოდა ადრე. აიკარგა სისტრაფე რაღაცა. ხო და კი არის იქ ლოჩოშვილი, რომელსაც ჰქონდა შეცდომები, მერე გოლი გაიტანა, არის გოგლიჩიძე, ძალიან კარგი ბიჭები არიან, მაგრამ არ არის საკმარისი. თვალი ამჯერად აღარ გამოიძახა. არ არის საკმარისი, კიდე ჭირდება რეზერვი დაცვაში და ნუ გამოიძახა ვიღაცები დატესტეა თამაში. ხო რა, შედეგი უარესი ვერ იქნებოდა. ცოტა ხანი მაინც 15 წუთი, 20 წუთი. ხო, ნუ იმედია იქნება კიდე რაღაც თამაშები, თუნდაც ამხანაგური, სადაც ამას მოსინჯებს და აუცილებლად ეს სალაპარაკო თემა არის, ამას ზოგადად უნდა ისაუბროს სპეციალისტმა, რა ვიცი, კომაგმა, მაყურებელმა შეკითხვები უნდა დაისვას. ეს რაღაც ეს ჩაკეტილი წერი არის ყველაზე კოშმარი, რომ არა, იმან უკეთ იცის, ალბათ იცის, მაგაში არც ვიჭრებით მაგ კომპეტენციას. არა, ეცერა, მე როცა რომს კითხო, ესეთი ტიპაჟია, როგორც ვათქობ, რომ კითხო, დიპლომატიურად პასუხობს. პასუხი არ არის კონკრეტული, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება და ისევ არაფერი არის. რა ნიშანია, ხო არ გვახსოვს. არ ვიცი, მაგრამ აი ეს პასუხები აქვს ძალიან ისეთი ზოგადი, ეს არ ვიცი, ფრანგული დიპლომატია აქვს მას თუ რა სულისკვეთ. აი კონკრეტულად მე მაგალითად სხვა ტიპაჟი ვიხარ, მე მეცნიერი ვიყავი ყოველთვის, ბიოქიმიკოსი და მოსწავლიდან ამას მახსოვს. მასა კონკრეტულად მოკლე და გასაგებად უთხარი ყოველთვის. 18 მარტი. 18 მარტი. ნუ ესე იგი ეს არის თევზები. ხა თევზებს უყვარს დამალვა ინფორმაციის ესე ადვილად არ აქვს, მოდი ასე ვთქვათ და თევზები არ მიწყენენ იმედია სამეულში შედის ბატყუარად იშტებისა. მოდი ასე და ხოთა ხა ამ შემთხვევაში სანიოს მაინც არ გულისხმობ, მაგრამ ეს დამახასიათებელი თვისებები თევზებს ესე ადვილად ვერ ათქმევინებ. რას ფიქრობს? უბრალოდ ყველაზე მეტად გულში რაც მოუხვდა მისი განცხადებების მერე, ესპანეთის თამაშის მერე და ბულგარეთის მერე იყო ის, რომ ჩემო ფეხბურთელებმა დაკარგეს мотивация, შივრები აღარ არიან თუ რაღაც ეგეთი. იცი რა, მე დავუმატებდი რომ ვილიმაც დაკარგა. სახეზე შეხედეთ. სახეზე თვალებს შეხედეთ, არ უწყილ, აი ეს რა ჟილკა რუსული სიტყვა თუ რა არ ვიცი, აი ეს ჟილკა რა რაც ქონდა მაშინ ჩემპიონატის დროს გახსოვთ ხო ყველა ენთო. მაგას დაკარგა ჩაკრა. არასორი განცხადება მე მიმაჩნია რომ არასორი განცხადება რომ იმედია მეტი ესპანეთს აღარ შეხვდება. არა ხო, ეგეც ნახევარად თვითონ იხუმრა, მაგრამ ცუდი. მე პირიქით მიმაჩნია რაც უფრო ძლიერთან ითამაშებ, მით უფრო გაიზრდები ხა რა. ასე თუ გიგებს мотивация უნდა კონდეს რომ შემდეგში აღარ დაგიგებს. ეგეც არის რომ კი ესპანეთი ხა მოგვიგებს, შეიძლება 100-დან 100 მოგვიგოს ესპანეთიაც, მაგრამ მეორე მხრივ გამოჩნდა რომ თურქეთს ვერ მოუგო. ჩვენ ხო გქონდა პრეტენზია რომ მეორეზე გავსულიყავი თურქეთთან გვეჭიდავა თურმე ძალიან შორს ვართ ამ მომენტის მაგრამ კი სტამბოლში ჩავინეთ სად იყო ეგ თამაში თურქეთში 6-0 მოუგეს, მაგრამ მაგერ ბოლო თამაში 2-2 ვითომ ხა ესპანეთს აღარ ჭირდებოდა, რა თქვია მას ჩვენთანაც არ ჭირდებოდა, რა კი მოგვიგო აგერ 4-0 ძალიან მშვიდად და თურქეთს ვერ მოუგო და სტატისტიკას რო გადახედო თამაშს კი ბურთი ესპანეთს ეჭირა, მაგრამ 7-ჯერ თუ 8-ჯერ ესპანეთთანაც ასე თუ ისე თამაში შეიძლება თან მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მონტელამ თურქეთის ნაკრების თავმჯდომარემა ესპანეთთან ამ ბოლო თამაში მეორე შემადგენლობა დააყენა. არ ჩალხმულა, არ ტრიგოლერი, ანუ წამყვანი არ ამიყავდა, გადაახალისა შემადგენლობა, მაგრამ ძალიან კარგი ბრძოლა. გიორგი, საინტერესო რამ დაწერეს ესპანელმა ჟურნალისტებმა. და მე გამიკვირდა რა, მაგრამ მე მივხვდი რა ჩავწვდი ამას. ესე იგი ნეტო ესპანეთის ნაკრებს რაღაც ალიხური მოხდესო. ან წააგოსო, ან ქულამაის დაკარგოსო, იმიტომ რომ იმდენად მე ვატყობ
აღვთო ფეხბურთელებს, რომ იმდენად დარწმუნებულები არიანო, რომ რაღაცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოუხდებათ, რაღაცა პრობლემა შეექმნება და ჯობია ახლა აი ხო თურქეთმა მე მგონი ძალიან კარგი. გულშემატკივრები წერდნენ რომ მაგათ ხო მოგებათა სერია ქონდა ძალიან დიდი და ჯობია რომ ეხლა ვერ მოვიგოთო ვიდრე და აგერ ვერ მოვიგეს. იყო რამდენიმე ესეთი განსაკუთრებული მატჩი, აი ბრძოლას რაც შეეხება ირლანდიამ რაც გააკეთა. საინტერესო. მაგას უცნებობ ხოლმე რომ ჩვენი ნაკრების მატჩი მოხდეს აი ეგეთი რაღაცა და გავგიჟდები და გადავიდა შოტლანდიამ ხო. შოტლანდიამ კი ბატონო. პირდაპირ გავიდა. არა ისე ირლანდია რომ ყველამ გააუცა რა თუ და ხა ირლანდიას ისე ვინელდებოდა რომ პორტუგალიას მოუგებდა მე უნგრეთს მეაყოლებდა ბუდაპეშტში. ამიტომ ბრძოლას აზრი აქვს. არა დავსულოთ აი რას თქვა სანიოლმა რომ იმ мотиваციას ვეღარ ვატყობ ფეხბურთელებსო თან ის გრძელდება ევროპის ჩემპიონატის მერე ამდენი ხანია. ჩემი ბრალია ეგა? ან ფეხბურთელი თუ მოტივირებული არ ყავს ალბათ მწვრთნელის ბრალია. რამდენი წელიწადია მე ამაზე ვლაპარაკობდი და ვწერდი. ქართული ფსიქოტიპიდან გამომდინარე აუცილებლად ჭირდება სპორტული ფსიქოლოგი. ნებისმიერ ნაკრებს, გინდა კალათბურთელები, გინდა მორაგბეები, გინდა ჩვენ ფეხბურთელებს და ასე საერთოდ ჩვენ ხალხია ესეთი, ხო? მოტივატორი ჭირდება რა. თუ არა ყავს ეს ფსიქოლოგი, მოტივატორი, აი ხა შეიძლება მაგალითად 15 წუთი დაჭირდეს რომ თამაში შევინე, რაც ბულგარებთან დაემართათ, ხო? სანამ ამათმა გამოიღვიძეს ბულგარებმა გაგვიტანა უკვე გასულ. ან გახსოვს მე 60 წუთი ერთი პერიოდი რა საშინელება იყო. ეგუჩაძის დროს ჯერჯერობით მე 60 წუთი მოდიოდა და მაშინ უშვებდნენ აუცილებლად რა. აიმის ბოლო წუთებზეც იყო პრობლემა. აი ამიტომ მე ვთვლი რომ სპორტული ფსიქოლოგი საჭიროა. და ყველა ნორმალურ გუნდს სპორტული ფსიქოლოგი ყავს. ამის გარშე მეორე მხრივ კიდე აი ეს რაც мотиваციის ნაკლებობა თუ აი ჰეპატარები დამშეულები აღარ აი ვის არა ეხა არ მithრები მას мотиваცია არ ექნება და ნაკრების მაისური ჩაეწვა გამოსული. ნაურია ხე ერთი განცხადება ესპანეთს თუ აქვს мотиваცია რომ ყველა თამაში გამოვიდეს და მოიგოს არგენტინას თუ აქვს სოფლიო ჩემპიონს და გერმანიას და ყველას ყველაფერი რომ მოგებული აქვს და სულ იგებენ და მაინც მოგება უნდათ ან ჩვენ რა დავკარგეთ ეგ мотиваცია არა გავუშვათ იმ ნაკრებიდან ლუკა მარტო мотиваცია ხო არ არის გაც ოსტატობაც ჭირდება ტაქტიკური ხედვა ჭირდება ჩვენთან კიდე ბევრი სამშოუ ეს არნიშნავს რომ ხა ჩვენთან და დააკვირდი ცველების თამაშს ხო ელემენტარულად ახლა ბულგარებთან სად იყვნენ, სად იყურებოდნენ, კაცმა გოლი რომ გაგვიტანა 19-ში იყო წველი, ხო? ესე იგი უკვე არასწორი პოზიცია უკავია. ამას უნდა სწავლება ჯერ კიდევ სკოლებში, ხო? აქედან მოდის ეს პრობლემა და კარგი მიუხედავად გიორგი სწორედ ძალიან ბევრი დროც არ გვაქვს. მაშასე ბევრი თამაშია შაბათ-კვირას, თავისთავად შემდეგ დღეებში არის ჩემპიონთა ლიგა და მე ალბათ დავიწყებ სწორედ ლიგიდან. იმდენ ვისაუბრეთ ამ თურქულ ფეხბურთზე, რომ არ შევეხო გალათასარაის მატჩს, უბრალოდ უხერხული იქნება, თან საკმაოდ სიმპათიურ ფეხბურთს ამაშობს ეს ძალიან კარგი შემადგენლობით. სენჟილს დაუპირისპირდება გალათასარაი. სახლში მგონია რომ მოუგებს, თუმცა სენჟილიც კარგი გამტანი გუნდია, მოუგებს და მეტი გოლიც იქნება რა. მოდი ანუ ერთიანი და ორნახევარზე მოდი ავიღოთ უბრალოდ მოგება რა იყო მეტობა წინა გადაცემაში სხვა შორის ვახსენოთ რომ 6-5 ხო გონდა გამწვანებული პოზიციები ვინც გამოიყენეთ ყველას გილოცავთ ამას და 3 კუთხური დავწერ 3-ვე გამწვანდა ეხლა დავწერ 3 მეტობას მოდი იყოს გალათასარაი სენჟილი უნიონ სენჟილი მეტი გოლი. მე გეთახმები მაგაში აბსოლუტურად, იმიტომ რომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამფრეთელები არიან. სადღაც რაღაცით გვანან ჩვენ თურქები და ეხლა მე მახსოვს კარგად თბილისის დინამო რასაკეთებდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატ როებში. ჩამოვიდოდა აქ ჩემპიონი ან სპარტაკი ან დინამო მოუგებდნენ იყო ერთი ეიფორია მერე ჩამოვიდოდა ეს კრილია სოვეტოვი კუიბუშევი მოგიგებდა რატო იმიტომ რომ დუნდებოდნენ აი ეს ხიფათი თურქებსაც აქვს სხვა შორის ხასიათი აქვს ახლა ლივერპულს მოემაზმა და უცებ ვიღაც სენჟილი მოდის ამას მოუგებს აი მაგაში აბსოლუტურად იმიტომ რომ სენჟილიც გამტანი არის და ნუ გალათასარაი ძალიან შემტევი გუნდია მე ის ყურებაც მიყვარს ამ კი არა რომოინდომო სათითნოს მოუგებს მაგრამ აი ეს მომენტი არ კონდეს რომ სენჟილს ისე მოუგებს ნახევარი ძალით რა
ანეს ენჯელი ბელგიის ჩემპიონია, უბრალო გუნდიც არა. კარგი, მოდი კოპა სუდამერიკანას ფინალი არის შაბათ კვირას კოპა სუდამერიკანა ეს არის ვინც არის შეიძლება ვინმე იყოს ეს ვინც არის ოდეს სამხრეთ ამერიკაში იგივე ევროპის ლიგა ანუ მეორე მთავარი საკლუბო ტურნირი ლიბერტადორესის მერე ლიბერტადორესის საოცარი ფინალი იქნება უკვე შემდეგ კვირაში ფლამენგო პალმეირასი არის და ძალიან მაგარი თამაში უნდა იყოს ყოველშორის ბრაზილიის ჩემპიონატის თამაშები იყო გუში ბოლოს წინატური და პალმეირას და ფლამენგო იბრძვიან ჩემპიონობის სამი ქულა იყო სხვაობა ფლამენგო პირველზე პალმეირას მეორეზე პალმეირასმა ვერ მოიგო სახლში და ფლამენგომ წააგო ფლუმინენსესთან დერბი 2-0 ასე 2-1 ასე რომ ბოლო ტურის წინ დაძაბულობა არის იქაც ორი ქულა და ფინალში ერთმანეთს ხვდებიან სამხრეთ ამერიკის მასშტაბით ეს ორი პალმეირას და ფლამენგო საუკეთესო გუნდები არიან ამ მომენტისთვის და რაც შეეხება სუდამერიკანას ფინალს იქაც გავიდა ბრაზილიური გუნდი ეს არის ატლეტიკო მინეირო და შეხვდება ლანუს რომელიც არის არგენტინული და მე მგონი უკვე ყველა მიხვდა ხო ნუ მაგ გასაგებია უსიტყვოდ ოპერაცია და მithumetes ბოლო გადაცემებია თუ რამეს უამწვანე ბარათებია და მოდი გავყვები მაგ ხას ლანუსი მინეირო არგენტინულ ბრაზილიური დაპირისპირება ნეიტრალურ მოედანზე თუმცა იქ სტადიონზე იქნება ნახევარი არგენტინელი ნახევარი ბრაზილიელი გადაავსებენ ამ სტადიონს და რადგან დარწმუნებული ვარ რომ ამ თამაში ბევრი ბარათი იქნება მინიმუმ 6 შეიძლება მეტიც და იყოს აუცილებლად იმიტომ რომ გაძევება თუ არ იქ ნაგიდან იქნება ეგეც თუ არ იყო ბოლო წუთებში აუცილებლად იქნება გაძევებაც ისე არ წააგებს არა ვინ იგებს იცი რომ მე მინდა რომ ლანუსმა მოიგოს იმიტომ რომ არგენტინული ფეხბურთის გულშემატკივარია მაგრამ ფავორიტი მინეირო მგონია უფრო მაინც მაგ ტრადიციულად ჩამოყალიბდა რომ ბრაზილიური კლუბები დომინირებენ ბოლო წლებში ძალიან დიდი უპირატესობა აქვს გეტაყვებით მაგაში აბსოლუტურად თუმცა გააჩნია არგენტინამ ზოგჯერ ისეთი სიურპრიზები იცის, რომ სულ არ ელოდება ისე დროს მოიგებს. თანაბარი შანსები ალბათ რადგან ფინალია. კარგი, არის ესეთი ცენტრალურესი მატჩი ამ უქმეებზე, უბრალოდ ბატონ მიხეილთან მინდა ამაზეც ვისაუბროთ. ეს არის ინტერი მილანი. დერბი დე ლა მადონინა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი. და სანამ თქვენ აზრს მოვისმენთ, ბატონ მიხეილ, ჩვენ მაყურებლებსაც ვკითხეთ ქუჩაში რას ფიქრობენ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, აი მოდით ნახოთ ეს კადრები ერთად. გამარჯობა, მოგესალმებით, გაგვეცანით თუ შეიძლება? დავით ნუცუბიძე. დავით მე ვაკაჭი ვარ და ერთი კითხვა მაქვს ესეთი ძალიან ისეთ ფეხბურთთან დაკავშირებით. ძალიან მარტივი რა. კვირას არის თამაში. ინტერი მილანის თამაშია რა. და თქვენი აზრით მაინტერესებს როგორ დამთავრდება და ვინ მოიგებს? მილანი მოიგებს. აი კვირას ჩატარდება ესეთი მატჩი მილანი ინტერი და თქვენი აზრი გვაინტერესებს ვინ მოიგებს? მილანი და აი მიახლოებით ხომ არიცით ანგარიში 3-1 ამი აზრით როგორ დასრულდება მატჩი და ვინ მოიგებს? ალბათ მილანის მოგებით. და მიახლოებითი ანგარიში 2-1. 2-1 აი მოკლედ ყველა მილანს გულშემატკივრებს. დიდი მადლობა. აი ასეთი მოცემულობაა, თითქმის ყველა თulis რომ მოიგებს. ნუ ეს ალბათ იმიტომ რომ ბოლო თამაშებში მილანმა იმარჯვა უფრო მეტად, ეს ბოლო 2 წელია. თუმცა მე ინტერესდა ვარ, მოდი ასე ვთქვათ. მე ხოთ იმიტომ რომ კალაძე თამაშობდა მილანში, მაგრამ მაინც ინტერი იყო ყოველთვის ჩემი, ბავშვობიდან ჩემი გუნდი იყო და რას ყველა მე მას ხარს უჭერ, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან გამომდინარე მე ვთვლი რომ დაახლოებით თანაბარია მათი ასე თქვა დონე და აი ვინ მოიგებს ძნელია თქვა თქვენ გაგმენია მე მგონია რომ ინტერი გაცილებით უფრო ძლიერი შენს დავთარში რომ ჩაიხედო შეგვიძლია მითხრა რა თქმა უნდა როდის არიან დაბადებულები ეს გუნდები და ეგრე ცოტა ვარსკვლავური კუთხით არის შეხედა ბოლო პერიოდში რასაც ახლა რო გითხრათ ძალიან უზივარ თქო და უყურებ სერიას აღარ არის ეს პერიოდი მაგრამ ისე ზოგადად რასაც უყურებ ინტერი მემაჩნია ყველაზე კონკურენტუნარიან გუნდად იტალიიდან ევროპის მატჩს კიდეც კი, მაგრამ პრობლემა აქვს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ახალი მწვრთნელი ყავს, ამას ჭირდება დრო, რომ კარგად შეეწყოს თავის მოთამაშეებს, ეს ინძაგი არ არის მაინც. და ის გამოცდილებაც არ აქვს სათანადო, ხო, ეს ერთი. ხო, და მეორე მომენტია, რომ ინტერი არ არის სტაბილური. ჩემგარ მე ამას ბევრჯერ დავაკვირდი. შეუძლია ფანტასტიკური სერია გამოაწყოს და მე როცა ხა ორჯერ ბოლონიასთან წააგო, ბოლოს წინა ტურში და დაკარგა ორჯერ ჩემპიონობა. ხა ამის ხა
გუნდი ამას იზავს? არა, ხო? აი მილანი ამ ხრივ უფრო ისეთია რა, შემრა ძირითად ესეთ თამაშებში უფრო იცის საკუთარი თავის ასე თქვა მოყვანა წესრიგი. ინტერი შეიძლება აი 5-0 და ფინალი როგორ წააგო, ხო? ჩემპიონატ. აი უცებ დაიშალა გუნდი ინტერს აკა ესეთი უცაბედი მომენტი. და განახი ორ ფინალები ქონდა მანამდე ბარსელონასთან. კი. კარგი, ესე იგი, მილანი არის აპრილში დაარსებული. 4 აპრილს 116 წლის მილანი არა ინტერი ბოდიში ინტერი არის 4 აპრილს ესე გვერდია და 12 დეკემბერს არის მილანი შილდოსანი და ვერცი ესე იგი ორი ეს ცეცხლის ნიშანი მეომრები ინტერზე ერთმანეთს დაეჯახებიან ეხლა ჩემო კარგებო რადგან ეხლა მათ ეს პერიოდი რო გითხრათ ეხლა რომ გადასარევია გვერდთან იმას რა ქვია მეორეს გამორიცხულია შილდოსანს მე შემეშალა სხვა ინტერი ჩავწერე ერთი წუთით ეგეც კარგი ინტერია რომელი ინტერ მაიამი ინტერნაციონალი ბრაზილიის ხო იმდენი ვილაპარაკეთ ინტერნაციონალზე ახლა გეტყვით მილანის ინტერს როდისა ახლავე მილანი ესე იგი ნამდვილად შილდოსანია გავარდა 9 მარტს თევზები შემოგარგო თევზებში ახლა როგორ არის ცეცხლოვანი აღარ გამოდის არა ახლა კარგია უკვე ესე იგი მე ვფიქრობ რომ წყალს გადაასხავს წყლის სტიქია ინტერი მილანის ცეცხლს და იქიდან მე ხო ცხრა გამოუცე პორტკლი იგი ახლა ნახეთ აი ხანძარი ეჩოთან და ხო და მგონია რომ ეგეთ სიტუაცია იქ და მე მაინც ფლი რომ ინტერმა უნდა მოიგოს ხო, კიდევ ერთი საინტერესო თამაშია თუ დერბიზე ვსაუბრობთ, არსენალი ტოტენჰემი, ჩtildeო დერბია, ხოცავენ ხოლმე. როგორ ვართ ერთმანეთი. ხო, აქ ხე ჩემი ის არ ჭირდება, უბრალოდ ვიტყვი, რომ აქაც მგონია ბარათები, მაგრამ ისე დაწერეთ სხვა თამაშს და როცა ლუკა დაწერს. ეგენი არ გავარჩიოთ არსენალი და ისა. არსენალი ტოტენჰემი რა გარჩევა უნდა ბარათები. თავარია მაგ ხრივ კი ბატონო. თავარი რა არის, ციკლო სანამ იპოვეს ლუკა კუთხურები. ხა მეაქცეთ ყურადღება ხო რამდენი ბურთი გაიტანა კუთხურიდან არსენალმა არც ერთმა ვერ შეძლო ამდენის გატანა ხო ტოტენჰემს უჭირს კუთხურების მოგერიება აი აქ შეიძლება მე ვთვლი რომ თანაბარია ერთ-ერთი აი ამ კომპონენტმა შეიძლება საბოლოოდ გამოჩებინოს არსენალს ვივარაუდოთ რომ ამ შეხვედრაში არსენალი გაიტანს გოლს კუთხურიდან აი ეგეთი პროგნოზი ტოტენჰემი 5 სექტემბერს არსებული და 11 დეკემბერს ლონდონის არსენალი. შილდოსანი ქალწულის ბრძოლა. იცი რა? მე არ გამოვრიცხავ რომ ეხლა შემოგთავაზო სურპრიზი ტოტენჰემმა. ერთადერთი კუთხურები. აი მისი აქილევსის ქუსლი. მე მეცად გეტყვით. ლონდონის არსენალს სულ რაღაც 3 დღეში ამ მატჩის შემდეგ ელოდება ჩემპიონთა ლიგაზე მატჩი მიუნხენის ბაიერნთან. უმძიმესი იქნება. გასაგებია რომ არსენალის გავა და ბაიერნის გავა იქნება, მაგრამ პრინციპული თამაშია. პრესტიჟია, ნუ ბოლო გუნდები. ასე რომ იქ გარკვეულწილად ახლა გინდა არ გინდა იმ ლიგაზე ფიქრობ, იმიტომ რომ გასაგებია თანხებია და ნუ უნდა ცოტა ძალები შეინარჩუნო და გასაგებია. ესეც გავითვალისწინოთ. ანუ ამ შეხვედრაში რატომაც არა ველოდოთ სიურპრიზ ტოტენჰემისგან. თუ იქნება სიურპრიზი ახლა ისეთი განსაკუთრებული ერთადერთი თუ არა აი უმტყუნა ამ ამბავმა ეს სუსტი წერტილია კუთხურები ტოტენჰემს ცოტა უჭირს. აი მანჩესტერს გახსოვთ როგორ მოუგო არსენალმა თუ კუთხურით. თორე დარჩენ თანაბარი თამაშია და მანჩესტერს მეტიც კი ჰქონდა შანსები, მაგრამ მოუგო. აი ესეთი რამ თუ არ მოხდა თვლი რომ თანაბარი გუნდები არის. ძალიან კარგი. უკვე შენ მეორე არ მithქო. კუთხურებზე აი იმდენი საუბრა ბატონო მიშა კუთხურებზე რომ აი წამიღო რა მაკეთქენ. წადი. იცი როგორი თამაშია? ფეინორდი სელტიკია რა. და არის აი ორი ტრადიციული გუნდი, ესეთი ევროპული ძველი გუნდი და ორივეს მაგრად უყვარს ეს კუთხურები. ფეინორდი სელტიკი. გლაზგო სელტიკი. შენ εκεί წაბეთ, ვფიქრე ჯერ სელტიკი რეინჯერსი. არა, ფეინორდის ლიგაზე არის ეს მატჩი. საინტერესოა, ხო. ფეინორდი. მე მგონია რომ ფეინორდი მოიგებს ამ მატჩს. თან ისე დამაჯერებლად მოიგებს, იმიტომ რომ სახლში ძალიან ძლიერად გამოიყურება. და პირიქით ძალიან არ მომწონს შოტლანდიური გუნდები, მაგრამ მოდი რადგან ვისაუბრეთ ამდენი, კუთხურებს შევწერე რა. საერთოდ არ მოგწონს? არა, რადგან ვისაუბრეთ ამდენი ამ კუთხურებზე, გადავალ ამ კუთხურებს. სწორედ, სელტიკი არ მომწონს საშინლად. ისევე როგორც რეინჯერსი არ მომწონს,
ძალიან დიდი ჩავარდნა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებმა ახლა შეძლო დაძლევა, თან ახალი მწვრთნელი ყავს, ხო, სელტიკში, სანამ შეეწყობა გუნდს, თუმცა მე მახსოვს ჯოკსტეინის სელტიკი, როცა თბილისში ჩამოვიდა, თავდა რა გუნდი იყო მაშინ. და როგორ თამაშობდნენ. ძალიან დიდი ისტორიის 60-იანი წლები იყო, სასწაული იყო, პატარა ვიყავი, მაშინ მამაჩემმა წამიყვანა კიევის დინამოსთან იყო თამაში აქ თბილისში. ფანტასტიკური თამაში. მაშინ მაგარი იყო, მაშინ მაგარი გუნდი იყო. ეხლა შოტლანდიაში ჰარცის დრო არის, მგონი შეიძლება გახდნენ. როგორ შეიცვალა და ეს ამბავი შეიცვალა სულ. ჩავაგვეხე კულტურები, დიდი ხდება. კაი, მე დავრჩები სამხრეთ ამერიკაში. ბრაზილიის ჩემპიონატში არის ბოლო ტური, როგორც გითხარით, ოღონდ. ამას თამაშობენ თუ მაყურებელს გაუჩნდება კითხვა, არის ხოლმე ყოველთვის გამოტანილი ამის ბარათები, ეს არის სერია B, ბრაზილიის სერია B, სადაც არის ეგეთი თამაში რემო გოიასის წინააღმდეგ და ბოლო ტურში ერთმანეთის წინააღმდეგ გაარკვევენ ესენი რომელი გადმოვა უმაღლეს ლიგაში. ანუ საოცრად დაძაბული თამაში უნდა იყოს, იქ კიდე ერთი ორი გუნდია, რომელიც სხვადასხვა შტატებიდან არიან? თუ ერთი? არა, მე მგონი სხვა შტატებია. ნუ დახოცავენ ერთმანეთს გასაგებია, რომელიც ხო აი დაახლოებით 60, 59, 60, 61 ქულა. ესე აქვს სამ გუნდს. და ამ სამიდან ერთი გადმოვა მოკლედ. და ესენი ერთს აქვს 60 ქულა, მეორეს 59 ქულა, ვინც მოიგებს ის გადადის უმაღლესში და წარმოვიდგენია რომ აქ არის. ან გულშემატკივრებს შორის რა ამბავი იქნება კი ბატონო, ასე რომ აქ სხვა არაფერი დამრჩენია თუ არა თქვა რომ იქნება ბევრი ბარათი. ისა ჩვენში დარჩეს და ხა შოტლანდიაზე გამახსენდა ვის გულშემატკივრობ იცი? ჰაიბერნიანი გახსოვთ გუნდი? ჰაიბერნიანი. რას ნიშნავს იცით სახელწოდება? არა, იბერიელები. ეს არის ის გუნდი, რომელიც თავის დროზე ითვლება ისტორიულად, რომ აქედან წასულები ჯერ ბასკონიაში დასახლდნენ, იქიდან ავიდნენ ზევით და იბერიის სახელწოდებით შოტლანდიაში დაარსეს გუნდი. არ ვიცოდი ნამდვილად. აი ესეთი ისტორიული რაკურსია და იმის ద్వారా გულშემატკივრობ. ჩვენც უნდა გულშემატკივროთ მაშინ. მინდა მოდი მე ახლა რადგან მეტობები მინდოდა მე აურიე გადავერთვე მოდი ხვალინდელ ხვალინდელ ერთ მატჩს გამოვიყენებ გერმანიის მეორე ბუნდესლიგა კარგი ხანია არ შევხედივარ ამ ტურნირს არის ბოხუმი დრეზდენის დინამო. აი გადასცემის მსვლელობისას მერწყული ხარო რომ მეუბნები და გეცვა აი ზუსტად ეგ დამემართა ახლა სულ სხვა გეგმებით მოვედი და ამ კუთხურებზე საუბრის შემდეგ შემეცვალა მიმართულება და წავედი ამ კუთხურებზე. ბოხუმი დრეზდენის დინამო მგონია რომ აქაც იქნება ძალიან ბევრი კუთხური. ამურებელს შემიძლია უთხრა რომ ბოხუმი არის ყველაზე უხეში გუნდი მთელს ბუნდესლიგაში თან დიდი უპირატესობით ყველაზე უხეში გუნდი. კი ბატონო აქაც შეგიძლიათ ყვითელი ბარათების გამოყენებაც მაგრამ მოდით მე აქ კონკრეტულად კუთხურებს. არ ვიცი ახლა თქვენ გახსოვთ თუ არა GDR-ის ჩემპიონატი რო იყო დრეზდენის დინამო და ლაიფციგი და მე მაგდებურგი შემოვეს. ამათ შორის იყო ძალიან დიდი პაექრობა და მე კიდე გავდათ მეოთხე ბერლინის დინამო და აი ეს ოთხი გუნდი ერთმანეთს ხოცავდა ტრადიციულად. დრეზდენი საერთოდ თუ გამოვიდა მე ეგიც არ ვიცოდი მეორე იმიტომ რომ საერთოდ არ ჩანდა და ეს ლაიფციგში მე ხო გერმანიაში ვიყავი ზეიმოვნე. საქსონიის გუნდები არიან. სად არიან აბა დრეზდენელები? დერბია. მთელი ამბავი. აი მეც დავამთავრებ. მაშინ ხო სამხრეთ ამერიკაში არა გადმოვდივარ უბრალოდ კიდე ერთი მაგარი თამაშია, იქ უბრალოდ ამას არ თამაშობენ ხოლმე. თუ იქნება სადმე ურჩევ მაყურებელს პენიაროლი ნაციონალს. კაი თამაშია. კლასიკა სამხრეთ ამერიკული, ასევე თან არის პლეიოფის ფინალია საერთოდ და დახოცავენ ეს ვინც ერთს მაინც უბრალოდ არ არის ხოლმე ჩვენთან რომ ეს გამოვიყენოთ, მაგრამ ეს პენიაროლი ნაციონალიც გველოდება. კაი გადმოვალ ევროპაში. მოიცა მანდ არ ვამბობთ არაფერს. მანდაც ბარათებს უბრალოდ არ არის ხოლმე რომ მაშინ ერთ-ერთ რამეს ვიტყვი, მიშამეს ვაცილებდნენ ლოკომოტივის სტადიონზე 38 წელს იქ ვიყავი, ნაციონალი ჩამოვიდა ზუსტად. აერტო მორეირა ყავდათ მაშინ ბრაზილიელი მწვრთნელი, მან გაყავდათ ბრაზილიელი მეკარე, ძალიან კარგი გუნდი იყო და აერტო მორეირამ თქვა ეს კაცი ამთავრებს თამაშს. მე ეგეთი არც ერთი არ ყავს და მომყიდე ხო. თხოვდი მივარდა მაშინ. სტუმიდის ვინღარჩევა. კარგი, სკანდინავია. კოპენჰაგენი ბრონდბიუ მე მიყვარს ხო იცი ეს დერბები პარკენზე, დანიაში, აქ შედარებით უფრო ცივილური განწყობა და გარემოა ხოლმე, მაგრამ თავისი
ჩარჩოები იქ აქვს ყველაფერს, მიუხედავად მაგისა, სულთ ერთმანეთი. და დაბალი ტოტოლებია კიდე. კოპენჰაგენი და ეგ არის ჩვენი პლუსი. კოპენჰაგენი და ბრონდბიუ მე ვფიქრობ, რომ თან ორივე იბრძვის ჩემპიონობისთვის, ერთი მესამეზეა, მეორე მეორეზე, მაგრამ ჯერ ბევრია დარჩენილი ჩემპიონატის ბოლომდე. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ტრადიციული დერბი იქნება და ხო აქ კარგი ის არის ბატონო მიხეილ, რომ როცა ესეთ ჩემპიონატებს ეხება ხოლმე თამაში, რაც არ უნდა დერბი იყოს, აი თუ ბრაზილიაში შეუნდა დაწერო პირობითად 8 ბარათი რომ გაამწვანო ასე ვთქვათ გამოიცნო, აქ საკმარისია რომ 1-5 მაინც ამოვიდეს და უკვე ჩვენია, ასე რომ კოპენჰაგენი ბრონდბი 4 ნახევარზე მეტი ბარათი იქნება ამ შეხვედრაში. ჩვენიერი იდეა არის, მეც მგონია ძალიან ცივა და ბევრი უნდა ირბინონ და დახოცონ უკვე მაგრად აცივდა. მოკლედ აი ესეთი მიგნებები გქონდა ამ კვირას, იმედია რომ ისარგებლებთ ამით, გამწონდება პოზიციები, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ და მოგწერეთ კომენტარებში, აი ბატონ მიხეილს მიწერეთ რა გაინტერესებთ, თქვათ ვინ შევადაროთ. იქნება რაღაც ესეთ კონკრეტული რაღაც ინტერესი გაგაჩნიათ და ვარსკვლავები გვამცნობენ ამას ბატონ მიხეილის წარმატებები ყველას უპირველეს სკოლისა. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ეს თავისთავად წარმატების გარეშე, მაშინ რა აზრი ექნებოდა ყველაფერს თავი რომ კარგად მივდივართ. ეს არის. მადლობა და დროებით ცოტა ხნით გამიშვიდობებით, ერთ კვირაში ერთმანეთს შევხვდებით.